მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მეგობრებო, უცნობებო, ნაცნობებო. კიდევ ერთხელ მინდა გავმეორდე იმის თაობაზე, რომ ბევრ ქართველ ჩემ კოლეგას უნდა წამოვიდეს ევროპაში სამუშაოდ. მაგრამ ახლა ჩვენ მე სხვა კომპანიაში გადავედი სამუშაოდ, რუმინულ კომპანიაში. და ჩემთან ერთად არის კიდევ 6 მძღოლი, რომელსაც საერთოდ არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ ევროპაში მუშაობის. ერთი ისეთიცაა, რომელსაც საერთოდ ტრაილერზე მუშაობის გამოცდილებაც არ ჰქონდა. მაგრამ რაზე მინდა გავამახვილო ჩემო კარგებო ყურადღება, რაც აუცილებელია. აუცილებლად დაგჭირდებათ აქ. აუცილებლად გადაავლეთ თვალი. გინდა ინგლისურ ენაზე, გინდა რუსულ ენაზე, YouTube-ზე არის უამრავი ვიდეო მასალა. უამრავი. ტახოგრაფის თაობაზე. როგორ გახსნათ, როგორ ნახუროთ, როგორ გააკეთოთ ეგრეთ წოდებული ხელით შეყვანა რუშნოივოც რო უძახით რუსულად. და მთელი ინფორმაცია, ნებისმიერი ინფორმაციას მოიძებთ ტახოგრაფის თაობაზე ინტერნეტში. კიდევ YouTube-ზე. და ამის გარდა კიდე შრომა დასვენების რეჟიმზე არის უამრავი ვიდეოები. როგორ გათვალოთ 9 საათიანები, როგორ გათვალოთ 11 საათიანები, როგორ 45 საათიანი. არის კიდე უამრავი ვიდეო, როგორ გაალაგოთ მარშრუტი, როგორ დასვათ ეგრეთ წოდებული წერტილები, ტოჩკები. სადაც უშვათ შენ გინდა რომ აიარო ამ გზაზე. ისე არ გინდა გაიარო, როგორც ნავიგატორმა გააბა მარშრუტი. და აუცილებლად კიდევ გეოგრაფია ბიჭებო. გეოგრაფია. აუცილებლად ევროპის გეოგრაფია. თუ არ დაიზეპირებთ, მაინც უბრალოდ რაღაცა წარმოდგენა რო გქონდეთ რა, სად რომელი ქვეყანა არის. ახლა კაცმა რო გითხრას, პარიზი სადაო და პარიზი რომელი ქვეყნის ქალაქიაო, ეს უარ გეცოდინება, ეს უკვე არის კატასტროფა. მოზამბიკში რო გითხო, 5 წლის ბავშვს და 7 წლის ბავშვს პარიზი სადაო იმანიცის და სიცხვილე იქნება უბრალოდ რა. ასე ამიტომ რო ბიჭებო, ყველაფერი სანამ აქეთ წამოხვალთ და დააპირებთ წამოსვლას, მთელი ეს ინფორმაცია უნდა შეისრულოთ. სასურველი იქნება თუ სადმე დაუშვათ საქართველოშივე ან რამპაზე მიყენებას ისწავლით კარგად. ზოგიერთმა იცის რომ მარტო დადის ისე რომ შეიძლება ზადიხოდი რამპაზე სულ არ დაკიდეს. რამპაზე მიყენება ისეთი სამუშაო არის მაგალითად. არ ჭირდება რამპაზე მიყენება. არა და აქ რამპებია 10 სანტიმეტრი, აქ ეჩება 10 სანტიმეტრი, აქ ეჩება, ესე უნდა შეაძვინო რამპაში. მანქანა. და ესეც უნდა ივარჯიშოთ რა. რო წამოხვალთ აქეთ მომზადებული უნდა იყოთ რა. და აუცილებლად სალაპარაკო დონეზე ან რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია ბიჭებო. კი არის მრავალი ეგრეთ წოდებული პერევოჩიკები, Google და იგი და იგი, მაგრამ სასურველია დისპეჩერთან ურთიერთობა ხო გინდა რაღაცნაირად. ჩვენთვის აღა მაგალითად ჩვენ კომპანიაში სპეციალურად ჩვენთვის ეიყვანეს რუსულენოვანი დისპეჩერი, რომელიც რუსულად გველაპარაკება. აი ესა და ტელეფონი უნდა იცოდეთ ბიჭებო, ტელეფონში კოორდინატები როგორ ამა იყო, ნავიგაცია უნდა ისწავლოთ, ნავიგატორის ხმარება უნდა იცოდეთ. სანამ აქ ჩამოხარ, მანამდე ივარჯიშეთ ნავიგაციაში. ან რაღაცა ვიდეო მასალა ნახეთ, ან ვიღაცას ექნება. აუ ასე ჩამოხვიდეთ აქ ბიჭებო და რაღაც არა დუმ არ ივარგებს. გაგიჭირდებათ რა. არა ამას ეკანა ბიჭებო, როგორც ზოგიერთს გონია რა. აქ უნდა წამოხვიდე მომზადებული, აქ არავინ არ გასწავლის, არც ტახოგრაფს, არც ნავიგატორის ხმარებას, არავინ არაფერს არ გასწავლის. არავინ. ეს უკვე უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ კოდი 95, თქვენ გაქვთ ტახოგრაფის ჩიპი. ერთ-ერთი რაც მოგწებენ ესენი ესა ვიდაჯიტერსვა, ბილადრობის ნებართვა და ლიცენზია. ამ ორს რომ იღებს, всё, თქვენ უნდა იმუშაოთ.
მაგრამ როგორ იმუშავოთ, როცა ლუკა არ იცით, ტახოგრაფია არ იცით, ენა არ იცით, ძალიან გაგიჭირდებათ ბიჭებო. ასეა შემოგევლათ და აი ასე სანამ აქეთ წამოხვალთ, აი ამ რაღაცეებში უნდა წეივარჯიშოთ და უნდა ისწავლოთ. კი უნდა წეივარჯიშოთ, უნდა ისწავლოთ. მეც მაგ ჩემს არხზე, YouTube არხზე, короче, რაღაცა დადებული რაღაცა, როგორ დასვა ტოჩკები, როგორ გახსნა, როგორ დახურო, როგორ შეიყვანო, ხელით შეყვანა, იგი და короче რა, თუ შეგიძლიათ, თუ გინდათ ნახეთ რა. ჩემ არხზე შეგიძლიათ გადაავლოთ, სხვა ჩემ ვიდეოებს ვარ რაღაც სასარგებლოს ნახავთ. მეტი რა გიცადე ხა ბიჭო. ანუ აქეთ წამოხვალთ, რომ წამოხინეთ მომზადებულები. არ გამოვა ისე. უბრალოდ არ გამოვა. Albo te wiesz, kiedy są